მოგესალმებით, იამჭედლიშვილი, ექიმი, მამალომოლოგი, ონკოქირურგი. ვარდისფერი ოქტომბერი ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების თვეა. მსოფლიო მასშტაბით ტარდება სხვადასხვა კამპანიები, მარათონები, სადაც ჩართულია ორგანიზაციები, კლინიკები, როგორც საჯარო, ისე არასაჯარო სამსახურები. მათი მიზანია სიმპტომების ნაადრევი აღმოჩენის, თვითშემოწმების და სასკრინინგო გამოკვლევების შესახებ საზოგადოების ინფორმირება. რა არის ფაქტორებია ძუძუს კიბოს გამომწვევი? შეიძლება დავყოთ ორ ნაწილად. ეს არის მოდიფიცირებული რისკ ფაქტორები. ეს მოიცავს იმ რისკ ფაქტორებს, რომლის შეცვლად შეუძლია თვითონ ინდივიდს. მაგალითად, ეს არის ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელის მოხმარება ან წონის კონტროლი. არსებობს ფიქსირებული რისკ ფაქტორები. პირველი ეს არის ასაკი. ასაკის მატებასთან ერთად ადამიანის ორგანიზმში ძუძუს კიბოს განვითარების რისკი იზრდება. სქესი ქალი. ასევე გვხვდება ძუძუს კიბო მამაკაცებში, რომელიც საკმაოდ აგრესიულად მიმდინარეობს. მავნე ჩვევები ეს არის თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის მოხმარება, ტრავმა, სტრესი და ასე შემდეგ. ჭარბწონიან ქალებში ძუძუს კიბოს განვითარების რისკი ბევრად მაღალია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ ფაქტორს. თუ ოჯახის რომელიმე წევრს აღენიშნება ძუძუს კიბო. ძუძუს და გინეკოლოგიურ ავტისებიან კიბოებს შორის ეს გენეტიკური ტესტები არის BRCA1 და BRCA2 სიმსივნის დამრთგუნველი გენები. ამ გენების მუტაციის დროს ირღვევა დნმ-ის აღდგენის პროცესი. თუ ეს გენეტიკური ტესტი მოვიდა დადებითი, მაშინ პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს და უკვე ექიმი განსაზღვრავს მის მომდევნო გამოკვლევების მიმდინარეობას. რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება? თვეში ერთხელ ყველა ქალბატონმა უნდა მოახდინოს ძუძუს თვითგასინჯვა. თუ რაიმე კვანტი შენიშნავს, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. კლინიკურად შეიძლება გამოვლინდეს კანის ჰიპერემია, შეშუპება, გასქელება, დრილის ჩაბრუნება. თუ მოისინჯა იღლიაში რამე კვანტი, თუ შენიშნა რაიმე სახის გამონადენი, განსაკუთრებით თუ ეს გამონადენი არის სისხლიანი. ჩვენ დასაბედნიეროთ მსოფლიო მასშტაბით და ასევე საქართველოში 2008 წლიდან ფუნქციონირებს სკრინინგ პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მამოგრაფიულ სკრინინგს. პირველ რიგში პაციენტი რეგისტრირდება მამოლოგთან, სადაც ხდება პალპაციით გასინჯვა, ანამნეზური მონაცემების შეკრება, ხოლო შემდეგ პაციენტი გადადის მამოგრაფიულ ოთახში, სადაც იღებს მამოგრაფიას მხოლოდ ორ პროექციაზე. ამით პაციენტისა და სკრინინგის ურთიერთობა მთავრდება 2 წლის განმავლობაში. თუმცა შემოსული პაციენტების 30% შეიძლება გამოძახებულ იქნან დამატებით კვლევებზე. დამატებითი კვლევა შეიძლება იყოს დამატებითი სურათი მამოგრაფიული და ასევე შეიძლება იყოს ძუძუს ეხოსკოპია. ეხოსკოპიაზე თუ აღმოჩნდა რაიმე საეჭვო უბანი, სკრინინგის ფარგლებში ასევე ხორციელდება წყვილნესფსიანი ასპირაციული ბიოფსია ციტოლოგიური კვლევით. ძვირფასო ქალბატონებო, 2 წელიწადში ერთხელ ჩაიტარეთ სკრინინგით, იყავით დაცული, თქვენი ჯანმრთელობა თქვენს ხელთან.